რუსული სცენარი და დეზინფორმაცია, რუსული გამოცემების საინფორმაციო სააგენტოები და სატელევიზიო არხები სახალხო კრების აქციებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. რუსი ჟურნალისტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ პოლიცია თბილისსა და ბათუმში ხალხს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრის, დემონსტრანტებს კი სასტიკად უსწორდება. Komsomolskaya Pravda, Interfaxi, RTR და NTV რუსული საინფორმაციო საშუალებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ტერმინებს ქაოსს, არეულობასა და ბუნტს იყენებენ. Polițiam opoziția ძალის გამოყენებით დაშალა თბილისსა და ბათუმში არიან დაჭრილები ბუნტი თბილისში მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაარბიეს ასე დრამატულ და დეზინფორმაციულ კონტექსტში აშუქებს რუსული პრესა სახალხო პარტიის საპროტესტო აქციას მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სახალხო კრების მომხრეებს გამოსვლები ჰქონდათ რუსული ინტერფაქსი იტყუებოდა რომ პოლიციამ ოპოზიციის მიტინგი დაშალა რამდენიმე მიკროავტობუსით სპეცრაზმის თანამშრომლები აქციის ადგილზე მივიდნენ და ხელკეტების და რეზინის ტყუების გამოყენებით 200-მდე ოპოზიციონერი დაშალა. მთელი დღის მანძილზე რუსული საინფორმაციო სააგენტოები დეზინფორმაციულ აქცენტს აკეთებდნენ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაზე. რამდენიმე რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ ისიც კი დაწერა თითქოს ოპოზიციონერთა შორის დაჭრილებიც იყვნენ. მაშინ როდესაც მსგავსი განცხადება თავად სახალხო კრების ლიდერებსაც კი არ გაუკეთებიათ. რუსული Komsomolskaya Pravda კი წერს, რომ პოლიციამ ოპოზიცია ძალის გამოყენებით დაშალა, არიან დაჭრილები. დედაქალაქის ქუჩებში 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა. გაცილებით მეტი აქტიურობა გამოიჩინა ოპოზიციამ აჭარაში. ბათუმში პოლიციასთან პირდაპირი შეტაკებები იყო. კრემლის მედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ აქციას, რომელიც გუშინ ბათუმში გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ ცეცხლი გახსნა, ამ ფორმით გადასცემდა მთელი საღამო რუსული მედია სიახლეებს. დარბევის შედეგად 9 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპოზიციის 10-ობით აქტივისტი დაკავებულია, წერს რუსული ლენტარუ. ოპოზიციონერები დაიჭირეს, ამ შინაარსის სათაურები რუსული საინფორმაციო სააგენტოების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. სახალხო კრების 28 აქტივისტი თბილისში დააკავეს. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს. დაკავებულები არიან ბათუმშიც. აჭარაში პოლიციელმა ერთი აქტივისტი ცემა. Спецназ разогнал оппозиционеров, которые... Უშინდელი საღამოს შემდეგ ნინო ბურჯანაძის მომხრეთა აქცია ფედერალური არხების დღის მთავარი თემაა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ვესტი პირველი იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში მოიტყვა, რომ თბილისის პოლიციამ მომიტინგეები დაარბია. ოპოზიციას მცდელობა ჰქონდა აჭარის ტელევიზიის შენობაში შეჭრილიყო. შენობიდან პოლიციამ ცეცხლი გახსნა, ხალხი გარბოდა. პარალელურად ვითარდებოდა მოვლენები თბილისში. 1000-ობით ოპოზიციის მომხრე ქუჩაში გამოვიდა. ისინი პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ შეკრიბა. Дубинки и резиновые пули. Телекомпания NTV პირდაპირ ეთერშიც და ინტერნეტ გვერდზეც წერს, რომ თბილისის ცენტრში ბუნტია. არხის სპეციალური კორესპონდენტი თბილისიდან იტყობინება, რომ ოპოზიცია დიდხანს ლოდის არაპირებს და სამართალდამცველები მობილიზებული არიან. იმ ფონზე, როდესაც რუსული მედია აქციის მიმდინარეობას შეგნებული დეზინფორმაციით აშუქებს და მოვლენათა გამძაფრებით არის დაკავებული, რატომღაც არავინ არაფერი თქვა იმაზე, რომ ბურჯანაძის აქციის მონაწილეთა ტრიბუნა რუსულ ფერებშია გადაწყვეტილი.